დაცვის მხარეს წარმოადგენდა შუამდგომლობა ბრალდების მხარეს კითხვებების დაუშვებას ცნობის თავაობაზე. ზვიად ცეცხლაძის ინტერესების დამცველი ადვოკატი დავით ჭიკაიძე ითხოვს დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზვიად ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლის შრეკის ოგმი და ამოღებული მტკიცებულებები, რადგან ითხოვდა ამ საგამოძიებო მოქმედებაზე დასწრებას, თუმცა უარი განუცხადეს. შუამდგომლობამ ამ ნაწილში დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო. 2024 წლის 4 დეკემბერს გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ჩატარდა ზვიად ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლის შრეკა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა თავად ზვიად ცეცხლაძე. შრეკის ოგმის თანახმად საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა 7 გარემოში და რაიმე წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. საცხოვრებელი სახლის შრეკის შედეგად ამოღებული იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე არაერთი მტკიცებულება, რაც დაეუფლა კანონით დადგენილი წესით. შრეკის მონაწილეებს, მათ შორის ზვიად ცეცხლაძეს მიეცა შესაძლებლობა წარმოედგინა შენიშვნა ან და განცხადება საგამოძიებო მოქმედებასთან დაკავშირებით. თუმცა რაიმე სახის შენიშვნა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეებს არც ერთ პირს